1709 წელს გამოცემული სახარება, პირველი ბეჭდური ვეფხისტყაოსანი, ქართული სამართლის წიგნი და სხვადასხვა სახის იურიდიული დოკუმენტი. ეროვნული არქივი ვახტანგ მე-6-ისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე მე-18 საუკუნის პირველი ნახევრის ქართლის კულტურულ-სამართლებრივი ყოფის ამსახველი არაერთი ნიმუში გამოიფინა. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილია ვახტანგ მე-6-ის მიერ გაცემული 200-მდე საბუთის ორიგინალი და ასლი, რომლებიც აქამდე საცავში ინახებოდა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, არქივში მრავლადაა იმდროინდელი ეპოქის სხვა და არანაკლებ მნიშვნელოვანი იურიდიული დოკუმენტები, რომლებშიც თავად ვახტანგ მე-6-ის კანონებია გამოყენებული. ეს გახლავთ მის მიერ შედგენილი კანონთა წიგნის რამდენიმე გადაწერის ვარიანტი და ამავე დროს მეფის როგორც თარგმნელის ძალიან საინტერესო მასალები. სპარსულიდან ათარგმანები ქნილოვა და დამანა, მისი ლექსთა კრებული და ამავე დროს მის მიერ დაარსებულ პირველ ქართულ სტამბაში 1709 წელს გამოცემული პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნები. ჩვენ შევეცადეთ გამოფენა გაგვეკეთებინა ისეთი მრავალფეროვანი, როგორც გახდათ ამ მეფის ცხოვრება და მოღვაწეობა. აქ წარმოდგენილია როგორც მის მიერ გაცემული ოფიციალური საბუთები, აგრეთვე მის მიერ შედგენილი სამართლის წიგნები, თარგმანები, ვეფხისტყაოსანი თავისი დართული კომენტარებით და სხვა მნიშვნელოვანი არტეფაქტები. ვახტანგ მე-6-ემ ქართლის სამეფო ტახტი 1716 წელს დაიკავა და მას 8 წლის განმავლობაში მართავდა. როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, მის მოღვაწეობაში განსაკუთრებით აღსანიშნავი და მნიშვნელოვანი მწიგნობრული და საზოგადოებრივი საქმიანობაა. ვახტანგ მე-6-ის სახელს უკავშირდება 1705-1708 წლებში შექმნილი კანონები, რომლებითაც საქართველოში მე-19 საუკუნემდე სარგებლობდნენ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პირველი ქართული სტამბა სწორედ ვახტანგ მე-6-ემ დააარსა. ვახტანგ მე-6 გახდა თავისი ეპოქის ყველაზე განათლებული ქართველი კაცი. ქართულ ბაგრატიონ გულბინოსტებში სულ რამდენიმე მეფე ყავდა, ვინც სამართალი შემოიღო და მათ შორის ვახტანგიც არის. მანამდე იყო გიორგი ბრწყინვალე და სხვები და სამართალი ვახტანგისა მუშაობდა მე-19 საუკუნის განმავლობაშიც კი, სანამ საქართველო მთლიანად იქნებოდა დაპყრობილი რუსეთის მიერ. ვახტანგ მე-6-ის პიროვნება ტრაგიკული პიროვნება გახდათ. ეს ადამიანი იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა და წასულიყო საქართველოდან, თუმცა მისმა დატოვებულმა საქმეებმა თავის დიდი შედეგები გამოიღო. მისი მოღვაწეობა არ განისაზღვრებოდა მხოლოდ სამეფო მოღვაწეობით. იგი იყო დიდი პოეტი, საზოგადო მოღვაწე. მან მისი ლექსები საყოველთაოდ ცნობილია ანბანთქება, მაგრამ და ვიცით რომ ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვის მას სტამბის შექმნაში, ქართული სტამბის შექმნაში, მაგრამ ყველაზე დიდი დამსახურება მისი არის მის მიერ შექმნილი სამართლის წიგნი. ვახტანგ მე-6-ის მიერ თარგმნილი ქილილა და დამანა, ამირ ნასარიანი, ლექსების კრებული ანბანთქება, ქართლის მეფისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია მისი ლიტერატურული საქმიანობის ამსახველ ნიმუშებსაც მოიცავს. გამოფენის ხილვა დაინტერესებულ პირებს ეროვნულ არქივში წლის ბოლომდე შეეძლებათ.